აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის დაფასება. 40-ზე მეტ ქალბატონს სხვადასხვა საპატიო სიგელი გადაეცა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით ქართული კულტურისა და მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მშობლიურ მიწაზე დაბრუნების რწმენითა და პატრიოტული სულისკვეთებით ახსავსე მუსიკალური ნაწარმოებების შექმნისა და შესრულებისთვის ია მაისაია დაჯილდოვდა. 40-მდე ქალბატონს უთხარით დიდი მადლობა მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის სხვადასხვა სფეროში პატივისცემით, დიდი სიყვარულით დღეს ყველას მიულოცეთ და სხვადასხვა ხარისხის ჯილდოები გადავეცით. მინდა ყველა ქალბატონს, ყველა დედას მიულოცო ეს დიდი დღე და უსურვო ბედნიერება, უსურვო ყოველივე სიკეთე. აფხაზეთიდან დევნილებს აფხაზეთში დაბრუნება რაც შეიძლება მალე. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უმაღლეს საბჭოს, დავჯილდოვდი უმაღლესი საბჭოს მედლით, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დააჯილდოვა ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში. ჩვენ მათთვის ვაკეთებთ ყველაფერს, მთელი სულით, მთელი გულით დაინახეს, თურმე სულ ხედავდნენ და მათ დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ესე თბილად მიგვიღეს, დაგვაჯილდოვეს და ამ ჯილდოს გარეშეც რა თქმა უნდა ეს ყოფილი ასე გაგრძელდებოდა. უბრალოდ ეს დაჯილდოება კიდე ერთიორად უფრო მეტ ვალდებულებას გვაგზნობინებს, რომ შემდგომში ეს თემა უფრო მაღალ საფეხურზე ავწიოთ.